დღეს ერთ ძალიან საინტერესო თემას ჩაუღრმავდებით გეიმიფიკაციას. აი, იმ მძლავრ სტრატეგიას, რომელსაც შეუძლია სწავლის პროცესი ნამდვილ თავგადასავლად აქციოს. მოდით ვნახოთ, როგორც ცვლის ის თანამედროვე განათლებას. მოდით დავიწყოთ იმით, რასაც ალბათ ყველა ვხედავთ. დღევანდელი მოსწავლეები ხომ ციფრულ სამყაროში გაიზარდნენ. მათთვის ინტერაქცია და მღისიერი უკუკავშირი ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ სამიზნედე ტრადიციული მეთოდები, სადაც მასწავლებელი უბრალოდ ხვება, ხშირად ვეღარ იპყრობს მათ ყურადღებას. და აი, სწორედ აქ ჩნდება საკვანძო კითხვა. რა მოხდება თუ ავიღებთ იმას, რაც თამაშებს ასეთ მიმზიდველს ხდის და ამ პრინციპებით ავაწყობთ სასწავლო პროცესს. სწორედ ეს არის გეიმიფიკაციის მთავარი იდეა. სწავლის ისე დაპროექტება, რომ თავისით ჩაგეთრიოს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უფრო დიდი სურათის ნაწილია. ჩვენ ვშორდებით ძველ მოდელს, სადაც მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები იყო და გადავდივართ ახალზე, სადაც ის უკვე აქტიური მონაწილეა, რომელიც თავად იკვლევს, აღმოაჩენს და აგებს საკუთარ ცოდნას. და ამ ახალ მოდელში მასწავლებლის როლიც რადიკალურად იცვლება. ის უკვე უბრალოდ ინფორმაციის გადამცემი კი აღარაა, არამედ სასწავლო გამოცდილების დიზაინერი ხდება. ის ქმნის გარემოს, აყალიბებს საინტერესო გამოწვევებს და ფაქტობრივად თამაშის წესებს ადგენს. კარგი, ახლა მოდით ჩაუღრმავდეთ, რატომ მუშაობს ეს ყველაფერი. რატომ არის თამაში ასეთი ძლიერი მოტივატორი? პასუხი, როგორც ხშირად ხდება, ადამიანის ფსიქოლოგიაშია. აი, მაგალითად არსებობს თვითგამორკვევის თეორია. მარტივად რომ თქვათ, ეს თეორია ამბობს, რომ ჩვენ სამი რამ გვამოძრავებს. პირველი, ავტონომია, ანუ იმის შეგრძნება, რომ თავად ვაკონტროლებთ ჩვენს არჩევანს. მეორე, კომპეტენცია, ანუ პროგრესის და რაღაცის კარგად კეთების განცდა. და მესამე, დაკავშირებულობა, ანუ სხვებთან კავშირის შეგრძნება. კარგ თამაშს ეს სამივე აქვს. და კიდევ ერთი ძალიან მაგარი კონცეფცია, ნაკადის თეორია. ალბათ გქონიათ ეს შეგრძნება, როცა რაღაცას აკეთებთ და დროის შეგრძნებას კარგავთ, იმდენად ხართ ჩართული პროცესში. აი ეს არის ნაკადი. ეს ხდება მაშინ, როცა ამოცანის სირთულე ზუსტად შეესაბამება თქვენს უნარებს. არც ზედმეტად მარტივია, რომ მოგწყინდეს და არც ზედმეტად რთული, რომ ხელი ჩაიქნიო. გეიმიფიკაციის მიზანიც სწორედ ამ იდეალური ბალანსის პოვნაა. აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა განვასხვაოთ, რაც ხშირად ერევათ ხოლმე. თამაშით სწავლება ნიშნავს, რომ ვიღებთ უკვე არსებულ თამაშს და ვიყენებთ სწავლისთვის. გეიმიფიკაცია კი სხვა რამეა. ჩვენ ვიღებთ თამაშის ელემენტებს, თქვათ ქულებს, ბეჯებს, დონეებს და ამ ელემენტებს ვნერგავთ არასათამაშო გარემოში, მაგალითად ჩვეულებრივ გაკვეთილზე. მაშ როგორ ავაწყოთ ეს სასწავლო თამაში? არსებობს კონკრეტული სამშენებლო ბლოკები, რომლებსაც პედაგოგები იყენებენ. მოდით დავშალოთ და სათითაოდ ვნახოთ. შეგვიძლია ეს პროცესი წარმოვიდგინოთ როგორც 4 ფენა, რომლებიც ერთმანეთზეა აგებული და საბოლოოდ ერთიან, კარგად გააზრებულ სისტემას ქმნის. პირველი ფენა, ყველაზე თვალსაჩინო, არის ელემენტები. ეს ისია, რასაც პირდაპირ ვხედავთ. ქულები, რომლებიც პროგრესს გვიჩვენებს, სამკერდე ნიშნები, ანუ ბეიჯები, კონკრეტული მიღწევებისთვის და დონეები, რომლებიც გვაგრძნობინებს, რომ წინ მივიწევთ. მეორე ფენა ამ ელემენტების მიღმა იმალება. ეს არის მექანიკა. ანუ, ეს არის თამაშის წესები. როგორ ვაგროვებთ ქულებს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ შემდეგ დონეზე გადავიდეთ. ეს ლოგიკაა, რომელიც მთელ სისტემას ამუშავებს. მესამე ფენა კი არის დინამიკა. აი, აქ უკვე საქმე ეხება ადამიანურ ემოციებს. ეს წესები და ელემენტები ჩვენში იწვევს ცნობის მოყვარეობას, კონკურენციის სურვილს, ან პირიქით თანამშრომლობისკენ გვიბიძგებს. სწორედ დინამიკა ხდის ამ პროცესს ცოცხალს. და ბოლოს მეოთხე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფენა ნარატივია. ეს არის ამბავი, რომელიც ყველაფერს ერთად კრავს. როდესაც დავალებების შესრულება ხდება არა უბრალოდ დავალებების შესრულება, არამედ ვთქვათ საიდუმლოს გამოძიება ან მისია პლანეტის გადასარჩენად, ყველაფერს სულ სხვა აზრი ეძლევა. კარგი, თეორიული ნაწილი გავიარეთ. ახლა ვნახოთ, პრაქტიკაში როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. საბედნიეროდ არსებობს კონკრეტული ინსტრუმენტები, რომლებიც ამ პროცესს ბევრად აადვილებს. მაგალითად, არსებობს ისეთი მოდელები, როგორიცაა ოქტალიზისი. ის გვეხმარება გავაანალიზოთ ადამიანის მოტივაციის 8 ძირითადი მამოძრავებელი ძალა: მიღწევის სურვილი, სოციალური გავლენა, ცნობის მოყვარეობა და ასე შემდეგ. ამ მოდელის გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია შექმნას დაბალანსებული და ეფექტური სასწავლო აქტივობები. და რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები. ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Kahoot, Quizzes, Bluecat ან Genially, უკვე მზა ინსტრუმენტებს გვთავაზობს, რომ ძალიან მარტივად შევქმნათ ინტერაქტიული და თამაშზე დაფუძნებული გაკვეთილები. თუმცა მოდით, რეალისტები ვიყოთ. გეიმიფიკაცია არ არის რაღაც ჯადოსნული გადაწყვეტა, რომელიც ყველა პრობლემას აგვარებს. აქაც არსებობს თავისი გამოწვევები და შეცდომები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. რა არის მთავარი რისკები? პირველი, ზედმეტი კონცენტრაცია ქულებსა და ჯილდოებზე, რამაც შეიძლება შინაგანი მოტივაცია დააკნინოს. მეორე, როცა თამაში უბრალოდ სახალისოა, მაგრამ რეალურად არაფერს გასწავლის. ასევე უნდა ვიყოთ ფრთხილად არაჯანსაღ კონკურენციასთან,
რომელმაც შეიძლება ზოგიერთ მოსწავლეში შფოთვა გამოიწვიოს. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ტექნიკური ბარიერები. ასე რომ, მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს, ეს არის გეიმიფიკაციის მიზანი უბრალოდ სწავლის გახალისება არ არის. ეს არის სტრატეგიული მიდგომა, რომლის მიზანიცაა სწავლა უფრო ღრმა, შინაარსიანი და საბოლოო ჯამში გარდამქმნელი გახადოს. საბოლოო ჯამში, როდესაც ყველაფერი სწორად არის გაკეთებული, შედეგი მართლაც შთამბეჭდავია. ეს მიდგომა მოსწავლეებს აძლევს ძალას, რომ თავად მართონ თავიანთი სწავლის პროცესი და აქცევს მას ნამდვილ მოგზაურობად, რომელიც სავსეა აღმოჩენებით და მიღწევებით. და ბოლოს მინდა დაგისვათ ერთი კითხვა, რომელზეც დაფიქრდებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენ როგორი სასწავლო თავგადასავლის დიზაინს შექმნიდით? მადლობა, რომ მისმენდით.